მოგესალმებით. პირველი რასაც ამბობს ძალიან ცხადად და პირველად ამ ფორმალურობით, ამ მასშტაბით, ეს არის ის, რომ რეალურად საქართველოს უნდა იყოს თუ არა წევრი, უნდა აკმაყოფილებს თუ არა წევრობის კრიტერიუმს, ეს დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს ასე მკაფიოდ და რეზოლუციური, როგორ ვთქვათ, სიმაღლით და წონით და ძალით აქამდე არ დამდგარა არასოდეს და ეხლა ძალიან პირდაპირ ის კითხვა საქართველოს აი ამ ყველაფრის შამდენი რეჟიმის პირობებში უნდა იყოს თუ არა საერთოდ შეიძლება თუ არა რომ აი ამების გამკეთებელი ევროსაბჭოს წევრად ირიცხებოდეს. მეორე, რაც არის თვალსაჩინო არის ის, რომ რეალურად ეს რეზოლუცია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ერთი ნაბიჯი აკლია დიქტატურად, ერთპარტიულ დიქტატურად გადაქცევამდე, ხო? არაფერი სხვა, იმიტომ რომ ის ყველა ინიციატივა, რაც ჯამურად აქ არის დაგმობილი, რაც არის პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შევიწროება და კიდევ რომელი ერთი ჩამოთვალა ხო, ცელი და დეტალური ნუსხა არის. ეს ყველაფერი ხდება დიქტატურებში, ეს არ ხდება თუნდაც აი როგორ ვთქვათ, შეჯიბრებითი ავტორიტარიზმი ესაც ქვია, ხო, ვთქვათ კონკურენტული ავტორიტარიზმი როგორც ეწოდება ხო ქართულად ზუსტად ხო იქაც კი არ ხდება ხოლმე ეს რაღაცა მაგალითად პარტიებს არ გზალავს ხო კონკურენტული ავტორიტარიზმი ხო ის არჩევნების ფასაც ინარჩუნებს და აქ უკვე პარტიების აკრძალვაზეა მისული საქმე ხო იმ პარტიების რომელთაც ათობით და ათობით 1000 ქართველი უჯერს ხარს ღია და ოფიციალურად და რაც თავი რეჟიმი ამბობს რომ ამიტომ გზალავს ამ პარტიებს იმიტომ რომ ამ პარტიებს უმეტეს შემთხვევაში ხო პირველ პარტიებს რომელიც ინიციირებული იქნა აკრძალვაზე ეს აერთიანებთ ხო მათი ელექტორალური პოტენციალი ხო ჩვენ გვაქვს ყველაზე მეტი ხმები სხვანაირად თუ ვიტყვით და ხოცება თქვენს რომ იმიტომ რომ გააქვთ ყველაზე მეტი ხმები ამიტომ უნდა აკრძალოთ ანუ არც კი ითამაშეს რომ რაღაც დავაშავეთ რა ვიცი ცუდი ხალხი ვართ ესეც არა პირდაპირ თქვენს ყველაზე მეტი ხმები აქვს ამას რომ აი ეს სამი უნდა აკრძალოთ ნუ მე მიამატეს ერთი სხვა შემთხვევაში შეიძლება ხმებით არ იყოს განპირობებული ხო მაგრამ პირველი და მთავარი პრინციპი ეს იყო ეხლა ამას უყურებს ნორმალური სახელმწიფოს წარმოადგენელი რა თქმა უნდა იტყვის რომ რა უნდა ამათ აქ საერთოდ რა უნდა რა ესაკებათ აქ და აი ეს არის დარტყმა იმ ცივილიზაციურ მისიაზე რაც ზურა ჟვანეს ძალიან ცნობილ ფრაზაშია ხო რაღაცა განსხეულებული ხო მე ვარ ქართველი და მაშინ სადამ მე ვარ ევროპელი რომელიც ამ დარბაზში თქვა მე სულ მიყვარს ამის გახსება და აღნიშნვა აი ამ დარბაზიდან გამოაბუნძურეს ქართულების დელეგაცია ამ დარბაზში გეუბნებიან დღეს რომ შეგაქვს ბოლოს შანსი რომ რეალურად არ დაკარგო ყველაფერი რაც მიგიღწევია ჯერ კიდევ 90-იანიდან მოყოლებული არა თუ საერთოდ ბოლო წლებში ხო ვთქვათ და 90-იანებში მივახციეთ იმ რაღაცეებს თხრიან და სპობენ ხოცები აი აქ ჩანს როგორი საერთო ეროვნული მისიაა მართლა ხო ამჟი ვიღაც ჟორნალისტი იყო ვიღაც მიშისტი იყო ვიღაც ეს იყო ვიღაც ის იყო მაგრამ ესეც კი წაიშალა ხოცი და ყველა სხვა აი ეს სურათი დაშლა შეუძლებელია რომ შენ იყო ქართველი იყო ნორმალური იაზრებდე რა ხდება გესმოდეს ეს რას ნიშნავს და კიდევ იყო ხოცი შეუძლებელია ბატონო გრიგოლ უნდა დაფიქრდეს ეს ხალხი. ბატონო გრიგოლ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რას პასუხობს რეჟიმი პროპაგანდისტულად, რომ თითქოს სუვერენიტეტს არღვევსო ევროსაბჭო, ესე იგი, სუვერენიტეტის დარღვევაა თურმე საუბარი იმაზე, როგორ ექცევი საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს და ადამიანის უფლებებს საერთოდ. ანუ მე გავლახავ ხალხსო, ძვლებში დავამტვრევო, ქიმიური იარაღით მოვწამლავო, დავაპატიმრებ უკანონოთო, მე მათ ადვოკატებს სასამართლოდან გამოვყრიდა ისე მივუსჯი 5-დან 15 წლამდე ამ ხალხსო პარტიებს აუკრძალავო ქვეყანას დავკეტავო და მე ამის უფლება მაქვსო ეუბნება მიუხედავად იმისა რომ მე არ მაქვს მანდატი საქართველოს მოქალაქეებისო და შენ თუ ამას იტყვი შენ ჩემს სუვერენიტეტს ესე იგი თავს ესხმიო აი ეს უკუღმა მიწოდებული რუსული რეალობა ფაქტობრივად რამდენად მუშაობს მე არ ვიცი ადამიანი ვისაც ამან შეიძლება იმუშაოს, მაგრამ აი ეს რუსული სტილი ზუსტად თავის მართლების და პასუხის დაბრუნების თუ გადავახვევთ და გადავხედავთ რუსულ პასუხებს, რომელიც დროში გაცილებით ნელა იყო, ვიდრე რუსეთი დატოვებდა ევროსაბჭო იქნებოდა ეს თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვალდებულებების შესრულებაზე იყო და უარს, მაგრამ ეს აბსოლუტურად იდენტურია სურათი. აი ეს რამდენად მუშაობს ეს მინდა ვეკითხო. ხო, დავიწყოთ იმით, რომ არაფერი საერთოდ სუვერენიტეტთან დაკავშირებული აქ საქმეში
არ შემოდის, ხო? მარტივად სუვერენიტეტი და სუვერენობა ნიშნავს საერთოდ სხვა რამეს. ამიტომ არ ვიცი, იმედი მაქვს ხომ, რომ ხოცებიც ისმენენ ჩვენს საუბარს და მათ მინდა უთხრა, რომ უბრალოდ ნახონ რას ნიშნავს სუვერენიტეტი. არ მარტო ტერმინი, მაგრამ მისი გამოხატულებებიც, ხო და ნახავენ, რომ უბრალოდ ბოდავენ ხოცები, რომ სუვერენობას იცავენ. იმიტომ სუვერენიტეტი და სუვერენობა არის სხვა რამე, ეს ერთი. მეორე, აი ხოცი რო იჩემებს სუვერენიტეტს იცავს. ეს არის უკიდეგანო ცინიზმი და იდიოტიზმი, მაბადეა სიტყვისთვის. იმიტომ რომ ხოცი არის ის, ვინც მოსპო ქართული სუვერენობა. ხოცი არის ის, ვინც ყველაზე მეტი დარტყმა მიაყენა სუვერენულ ქართულ სახელმწიფოს. ხოცი არის ის, ვინც მაშინ, როდესაც ჩვენ სუვერენიტეტს მართლა ემუქრება რამე, მაგალითად ირანის ელჩის განცხადება, ჩირგვებში იმალება, ხოცი იმალება ჩირგვებში. აი ვინმეს უნდა ხავს, რომ ხოცს ხმა მოეღოს სუვერენიტეტის დასაცავად? არა. აი ხა მაგალითად გუშინ მქონდა ბრიფინგი ამ საკითხზე, ხო, თქვათ და თუ უკვე გუშინ აღარ მახსოვს, იმიტომ ყოველდღე რაღაც ახალი გვემატება, ხო? ორი ეგრეთ წოდებული ორი ოსეთის გაერთიანების პროცესზე. ამან დრომდე ვინმე ნახა ოფიციალური განცხადება რეჟიმის მხრიდან? არა. რატომ მოხდა, რომ ეროვნული უშიშროების დასკვნაში საერთოდ არ არის ბოლო დასკვნაში, საერთოდ არ არის ნახსები რუსეთი? აი რანაირად მოხდა ეს? აი შეიძლება რომ საქართველოში ცხოვრობდე ქართველი იყო 2026 წელს და კითხვა არ დასვა, რომ ოკუპანტი არის ამდენი 10 წელია, ხო? ეს რუსეთის სახელმწიფო. რანაირად მოხდა, რომ ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი ორგანო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხო? არ ახსენებს მას. რაღაც ანომალიასთან, აი, როგორ შეიძლება არ დასვა ეს კითხვა, რაღაც ანომალიასთან გვაქვს, თორე შეხება გვაქვს. და აი ეს ხალხი გამოდის, ვინც რუსეთს არ ახსენებს, ოკუპაციაზე პრაქტიკულად არსებობისგან თუ საუბრობს საგარეო სამინისტროს რაღაცა შაბლონურ ტრაფარეტულ განცხადებაში მაგდონეზე, მაგრამ პოლიტიკურად არა. ეს არ არის მათი ყოველდღიური დისკურსის არტიკულაციის თემა, როგორც ყოველდღე პაპუაშვილი გამოდის და ევროკავშირს ესხმის თავს. ხო? კი, ყოველდღიურად სპიკერი, მაშინ პრემიერმა განსაკუთრებით სპიკერი, ეგრესობრივი სპიკერი, ყოველდღიურად ესხმის თავს ევროპულ კავშირს. მაგრამ ერთი ცალი განცხადება, აი ერთი ვერ დასწრათ ამ თემაზე, მაგალითად. ერთხელ ვერ ახსენეს რუსეთი ეროვნული თავდაცვის, მაბატონო, ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში, ხო? აი ამ ხალხისგან მე მოვისმინო რამე სუვერენობაზე? რა ვიცი, 9 თუ 10 გამოხმაურება მქონდა მარტო ბოლო დროს მარტო ამ საკითხებზე. ხო, არ გულისხმობ ეთერებს და სახელმწიფოს წარმომადგენლები ქვიათ და ერთი კინკილა განცხადება ვერ წამოწდათ, არა თუ არ თქვეს ამ თემაზე და აი ამ პერიოდშიც რო შეხედო 10-ობით აქვს ნათქვამი ევროპულ კავშირზე. 10-ობით, იმიტომ რომ პაპუაშვილს აქვს აი დავალებული კამპანიური დავალება, რომ მუდმივად თავს დაესხას ევროპულ კავშირს. ეს არის ანწუხელიძის და სხვა სამხედრო გმირები, ჩვენი ეროვნული გმირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება როცა იყო საიას მეცადინეობით, როცა მოიგო ეს სარჩელი, ინდივიდუალური კეისები, ქართველი სამხედროები რუსეთის წინააღმდეგ თქვეს, რომ რუსეთი დამნაშავეა, აი იმ დღესაც თავჩაკინდრული პოლიტიკოსები, რეჟიმის წარმომადგენლები ამაზე განცხადებებს ცდილობდნენ, რომ თავი აერიდებინათ. აი ხომ სამართლე ხალხია, აქ უკვე პოლიტიკაც უხდება. აი ამაზე ანტიორგანული, ამაზე მტრული, ამაზე ანტიქართული ფენომენი არ არსებულა საერთოდ საქართველოს ისტორიაში და იგივე ხალხი ცდილობს აი სურკოვის სუვერენული დემოკრატიის თემა გამოიყენოს და სუვერენობას ვიცავთო. სუვერენობის ან იგივე დავით გარეჯის კამპანიით რომ აშინებდნენ ადამიანებს. კითხვა მაქვს, ილჰამ ალიევი რამდენჯერ ყავდათ ეგრეთ მუხრანში? ერთი 4 შემთხვევა მე მახსოვს. ხო, სხვა შემთხვევები არ გავაგრძელოთ. რა ვიცი, რამე გითხრას ამ დავით გარეჯზე? რამე მოგვარდა, იყო პრობლემა, თუ იყო მოგვარდა, როგორ მოგვარდა? ესენი არიან აფერისტები და შულერები. მეტი არაფერი. არაფერი ქართული, არაფერი სუვერენული, არაფერი წესიერი მათრიგული არ არის. ეს იყო ბანდა, კრიმინალების ბანდა, რომელიც ყლებს ხალხს, რომელიც აი ხომ ნახეთ ხო კლიპები, რომელიც ფულს ჰაერში ისწრის, მაშინ როდესაც ხდება შიმშილით. აი გაუსაძლისი ტკივილის მდგომარეობაშია ხალხი შიმშილით, კუნალობის დეფიციტით, იმიტომ ბავშვებს ვერ აჭმევენ. მათივე სტატისტიკის სამსახური ამბობს, 233,000 სოციალურ დაუცველი ბავშვი არის, მაგრამ დარგალი თუ დურგალი თუ ვინც არის დარბის და ქეშს ისწრის აი ეს ჰაერში, პაჭკა ქორწილში, ხო, მითვისოთ მიტაცებული აქვს ყველაფერი,
უბრალოდ ადამიანებს ყვნეფენ, პერსპექტივას უკლავენ, ინვესტიციას კლავენ, რომ თქვენ არ გაიხაროთ, ჩვენ ამოვწყდეთ, აი ეს არის რეალობა, ჩვენ ამოვწყდეთ, ან გავასწროთ აქედან. და მე რას ვისამ თუ აღარ აინტერესებს, უკვე იქ ხალხს ხმა წაართვეს. ან მილიონ ქართულს რომელიც არჩენს ამ ქვეყანას, არჩენს ემიგრაცია არჩენს ამ ქვეყანას პირდაპირ. ოფიციალურად ყველაზე დიდი პირდაპირ გარე ინვესტიცია არის ემიგრაციის. და მაგ ემიგრაციას წაართვეს ხმა. ეხლა მათი მიზანია ჩვენც ყველანი აბსოლუტურად ვინც აქავართ, ხო? აი ხა ამ სტუდიაში, აი ერთ ასზე განწყობილი და ყველანი უნდა შევერთეთ იმ ემიგრაციას, რომელსაც ხმა არ აქვს. და აქ უნდა დარჩეს ადამიანი, რომელიც ან იქნება მიერთებული და დამონებული რეჟიმზე, ან უბრალოდ არ ეკრება საკმარისი ძალა, რომ ამ სადმე წავიდეს, ან ხმა ამოიღოს. ამ შემთხვევაში არ იქნება პრობლემა, მაგრამ პრობლემა მათთვის არის ყველა ის ადამიანი, ყველა აბსოლუტურად განურჩევლად პროფესიისა, აი ეს მინდა ესწოდეს ყველას კარგად. არავინ არ ფიქრობს, რომ მე ექიმი ვარ, ან მე ვიოლინე. არა, ციხე-სახლია, აკადემიკოსით, ექიმით, მსახიობით, ბულგერით. ჯერ ეგ და ეს ქვეყანა ხდება ციხე ნელ-ნელა. გინდა ხაფაზი იყავი, გინდა მე ვიოლინე იყავი და ბავშვი გინდა ქირურგი იყავი. შენც მოგადგება ეს მდგომარეობა თუ უკვე არ მოგადგება, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველას უკვე მიადგება, ზოგს არ ესმის. ყველას მიადგა ეკონომიკით, ფასებით, პოტენციალის მოკლით და მოსმობით და გარემოთი, ხო? ეს გამაი მე აქაც მინდა ხაზი გავსვეკეთებ, ხო, საგარეო პოლიტიკის ეფექტები აქ იგრძნობა პირველ რიგში, ხო? ეს მინდა ყოველთვის დავანახო ადამიანებს. თუ ინვესტიცია შემოვა, შენ გამდიდრდები, ბიუჯეტი გაიზრდება, თუ რაღაც კარგი ვიზიტი იქნება და რეპუტაცია აიწევს და ბიზნესმენი აქეთ გამოიხედავს და რაღაც ახალი აშენდება, შენი ხერება თუ არაფერი არ ხდება, მაშინ კრიმინალური ბანდა ფორმირება, რომელიც ბიუჯეტს და შავფულს აზის, აიგენი ხეირობენ და დღეს ეს ხდება საქართველოს ქართულების გარეშე. რიგითი ქართველი უნდა გაიქცეს, აქედან დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს. ენით აღუწერელი, მინუსშია გადასული შობადობა, ვინც იბადება და იზრდება, დიდი უმრავლესობა უკვე გადის, ვინც არ გასულა, ფიქრობს, როდის გავა, კაპიკს აღაწევს, რომ ბილეთის პული იყიდოს და გაიქცეს და აღარ გამოიხედოს და 10 წელში, ან 15 წელში, 10-15 წელში ეკონომიკური თვალსაზრისით მაგალითად, ჩვენ საერთოდ აღარ ვიქნებით აქ. და საკმარისი ქართველი აღარ ვიქნებით, იმისთვის რომ საქართველოს შევინარჩუნოთ და ვამუშაოთ. აი ეს არ შეიცვალა. თუ რეჟიმი არ შეიცვალა, ბადნაგრიგოლ აქ უნდა შევცვალოთ და შევცვლით კიდევაც, მაგრამ დღევანდელი რეალობა ხოცაცო ესწოდეს, აი ვითომ ქართულობა რო ხარია. ამაზე ანტიქართული, ამაზე სამარცხვინო, ამაზე უბედური მომენტი და ამაზე დაბალი მომენტი უბრალოდ არ ქონია ამ სახელმწიფოს. და მართლა ვარდიკო ნადიბაიძის და იმის დროს არ ქვია, ეგრე რო იყო, მაგ დროს იყო უკეთესი საგარეო პოლიტიკა, პირდაპირ უკეთესი ეროვნული თავდაცვის პოლიტიკა. აი ახლა იცინიან ხომ რომ ისო და ესო რა 90-იანებიო, რომ დასაცინი ვართ ჩვენ დღეს ყველანი, ვინც ეხლა ვართ ცოცხალი, ეხლა ვართ პასუხისმგებელი და ეხლა გვაბარია ეს ქვეყანა. 2026 წელს ახლა Google-ის ეპოქაში და smartphone-ების ეპოქაში გონიათ რომ მე-13 საუკუნეა და ხალხს ასამართლებენ იმ ინფორმაციის ყალებში გადაცემაზე, რაც რომ მოძებნო 10 წამში ნახავს ნებისმიერი ქართველი. ამაზე უნდა მეკითხა საბოტაჟის საქმეზე, ეგრეთ წოდებული. ელენე ხოშტარიანი ვიღაცა რა თქონდა რომ Google-ში შეხვიდე, ხო? ხო და აპირებენ ამ ხალხის დაპატიმრებას. აპირებენ ამ ხალხის დაპატიმრებას, ბადნაგრიგოლ, როგორ გონიათ ეს? აბსოლუტურად მე პირადად შემოდი გავჩქარობენ ამას. აბსოლუტურად აჩქარეს, იმიტომ რომ ეს რეჟიმი ჩავარდა ბოლომდე მოლაპარაკებაში ამერიკასთან მათ შორის და ეს ესკალაცია მოყვა პირდაპირ ამერიკასთან ჩავარდნილ მოლაპარაკებებზე და მე პირადად ეს ჩემი სუბიექტური აზრია არაფერი, მე მივიჩევდი ეს ყველაფერი ემსახურება ამის ესკალირებას, ამ პროცესის და ყველა ოპოზიციონერს ვინც არ არის ჯერ პატიმრობაში დაპატიმრებას. რაღაცას ყვებოდით ბანდრი ჯაფარიძეზე და არა, უბრალოდ ერთი მაგალითი გამახსენდა, ხო ხა თვითონ ყვებოდა დღეს სასამართლო ეგრეთ წოდებული სამართლის სასამართლოს მერე პოლიციელი, ჯერ აი პოლიციელი ან რას ფიქრობს ეს კაცი, არ ვიცი რამდენი წლის არიან, ან საერთოდ ქართულობა როგორ წვენია დღეს რომ ამას აკეთებს. საბუთი კაცი რომელიც ვერ იხსენებს, სად იდგა მაგალითად ბადრი ჯაფარიძე. ხო, პოლიციელი სად იდგა, რა ეცვა, რა გააკეთა, რა ჟესტიკულაცია, ვერაფერს ვერ იხსენებს. ვერაფერს ვერ იხსენებს და მოწმედარი, თავარ მოწმედარი. იმიტომ ბადრის ამუკას ნაწილში ძალიან კონკრეტულ რაღაცებზეა, ხო? ეგრეთ წოდებული ბრალი და არა სხვა რაღაცებზე, სხვა ოპოზიციის მიმართ არის, ხო მაგალითად, ხო? აი ამ კონკრეტულშიც ვითომ რომ მოწმე ქვია, რომელიღაცა მაპატია და ნაძირალას, რომელიც ამ ქვეყნის სპობაში იღებს მონაწილეობას დღეს. გვარი არ მახსოვს, თორე აუცილებლად ვახსენებდი, ხო? აი ესეთი მართლა არარაობა გამოყავთ. წარმოიდგინეთ და ხელს ადებს ადამიანს
რომელზეც ვერაფერს ვერ ამბობს, ან რა შვებოდა, ან რა ეცვა, ან სად იდგა. აი ეს შეიძლება იყოს ნორმალური? თუნდაც კოცისთვის. ეს აი მე ნიშნა სააკაშვილზე გამოვლინა დაიწყებე. გასაგებია, მე სააკაშვილზე ვიყავი კრიტიკული, მაგრამ მე შემიძლია ვიყო კრიტიკული იმ დროშის და ამ დროშის კლანზეც ვიყავი კრიტიკული და ყველაფერს სხვაზეც კი ბატონო. ესენი რო გამოვლენ, აი ამ ყველაფრის მერე და სააკაშვილიო იმაშობოდა, ამაშობოდაო. საერთოდ გონი არ შეერჩა და სარკეში ვერ ყურებიან. რა დამართეს ამ ქვეყანას? რუსიფიკაცია ხდებოდა? და ეხა იქ კლანი რო შექმნა, იმან კი ბატონო, ამათმა ჩააცემენტეს. იმას თუ ცუდი მოსამართლე ყავდა, ორი ამათ ყავთ უკვე 5. თან უვადო. ხო, ანუ რაც კი რამე შეება ნაკლებად კარგი ან ცუდი ყოფილიყო დანაშაულებრივი, ჩააცემენტეს მთლიანად თვითონ. აი როგორ შეიძლება რომ ქოცი დარჩეს და ამ ლოგიკის ფონზე ვინმე თუ ის ადარდებდა, მაგრამ ნახეთ, ის კი არ ადარდებდა სინამდვილეში. ამ ქვეყნის რუსიფიკაცია უნდა და ზოგიერთს. აი ეგ ადარდებდათ და საბაბად გამოიყენეს სააკაშვილი და მისი შეცდომები და მათ შორის დანაშაულებები, მაგრამ ეს იყო საბაბი. ეს იყო ანტიქართული საქმის გასაკეთებელი საბაბი. ეს იყო პუტინის რუსეთის გასახარებელი საქმის გასაკეთებელი საბაბი და არაფერი სხვა. იმიტომ თუ სხვა იყო რამე, მაშინ სად არიან ახლა ეს ადამიანები? კომფორტულ სამსახურებში არიან ზოგიერთი იმაში ბორდებში გამწესებული და რა უყურებენ ამ ქვეყნის სპობას და იავარ ქმნას ეხლა და სააკაშვილის დროს ყოველ მეორე დღეს განრიდებული იყვნენ, აი მე პატიმარი ვარ და ის ვარ და ეს ვარ. ეხლა სად არიან? აი, გასაგებია, შემო მაშინ სიმართლეს იცავდა, თქვათ, ეხლა რას იცავს? ეხლა იცავს ამ ქვეყნის სპობის გზას. და აი, ეს ადამიანები ასევე იქნებიან ლუსტრირებული იმ ერთ ძალიან მშვენიერ დღეს, როდესაც ამ ქვეყანას ეხება ქართული, ეროვნული, ნორმალური ხელისუფლება. მადლობა.